გამარჯობა, ეს ნინი სივრცეა. ადგილი, საიდანაც ბევრს საუბრობთ სივრცის სწორად დაგეგმვაზე. ჩვენი სივრცის საინტერესოდ მოწყობისთვის კი ძალიან დიდ მადლობას ვუხდით მაღაზია Homes. დღევანდელი ჩემი სტუმარი არ არის არც არქიტექტორი და არც დიზაინერი, თუმცა არის ყოველთვის ძალიან საყვარელი მუსიკოსი გიგი დედალამაზიშვილი. გიგი, ძალიან დიდ მადლობას გიხდი მოსვლისთვის, ჩვენ სივრცეში სტუმრობისთვის და მაყურებელს ავუხსნი, მოდი, როგორ მოხვდი ჩვენს სივრცეში. მოხვდი, იმიტომ რომ უნდა ვისაუბროთ დღეს ერთ-ერთი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სივრცის დაგეგმვასთან დაკავშირებით. სივრცე, რომელიც თქვენ დაგეგმეთ მეუღლესთან ერთად, სულ ცოტა ხნის წინ და სისრულეშიც მოიყვანეთ. ასკინკილაზე გვაქვს საუბარი, რატომ ასკინკილა, რა სივრცეზე არის საუბარი, ესეც რომ განუმარტოთ ჩვენს მაყურებელს. პირველ რიგში მოგესალმებით, მიხარია რომ ვარ თქვენი სტუმარი, წარმატებებს გესურვებთ. დიდი მადლობა. ასკინკილა არის ორი ოჯახის პროექტი, ჩვენი ოჯახის და ჩვენი მეგობრების გარდავების პროექტი. გავერთიანით ორი ოჯახი და ვიფიქრეთ რომ გაგვეხსნა ბავშვებისთვის სადღესასწაულო ცენტრი, სადაც შეიძლება ყველა დღესასწაულის აღნიშვნა, ეს არის დაბადების დღე, სხვადასხვა დღესასწაულები და მივხვდით რომ არ უნდა შემოვიფარგლოთ ბავშვებით და ესეთი წესი დავამკვიდრეთ 2-დან 123 წლამდე ადამიანებს ვიღებთ. აი 124-დან უკვე ცოტა გვიჭირს. ძალიან საინტერესოა გიგი. მოდი დავიწყოთ ახლა ყველაფერი თავიდან. როგორ შეარჩიეთ სივრცე და შემდეგ გავყვეთ უკვე როგორ დაიგეგმა ნაბიჯ ყველა ეტაპი. მადლობა. ესე იგი ყველაფერი დავიწყეთ იმით რომ მქონდა პროექტი გვინდოდა ბავშვთა სადღესასწაულო ცენტრი და ვიცოდით უბანი სადაც გვინდოდა. და გვინდოდა რაღაც ყოფილიყო განსხვავებული, მაგრამ ეს ყველაფერი იწყება სივრციდან, ეს ყველაფერი იწყება ადგილიდან და ამაში დიდი მადლობა ჩვენს დამფუძნებლებს დიანას, მარინას და დათას და ცოტა მეც, იმიტომ რომ დავიწყოთ ყველაფერი იქიდან რომ გვინდოდა ყოფილიყო ადგილი, სადაც არ იქნებოდა დღის შუქი. ჩვენ მნიშვნელოვანი იყო რომ ყოფილიყო დღის შუქი, იმიტომ რომ ძირითადად ბავშვთა სადღესასწაულო ცენტრებში არ არის ხოლმე ესეთი ვიტრაჟული ფანჯრები და ძირითადად არის ხოლმე ეს დახურული და უფრო კლუბური ატმოსფერო არის ხოლმე და ჩვენ გვინდოდა გავეკეთებინა აქცენტი უფრო მასტერ კლასებზე, დღის შუქზე, რა თქმა უნდა, საღამოსაც გვაქვს ყველაფერი და საღამოსაც გვაქვს დღესასწაულები და ასე შემდეგ, მაგრამ გვინდოდა რომ ჩვენი ყოფილიყო ცოტათი განსხვავებული და ყოფილიყო ბევრი დღის შუქი. აქედან გამომდინარე, დავიწყეთ ძებნა იმ უბანში, სადაც გავხსენით, ეს არის დიღმის მასივი და ძალიან ბევრი ადგილი ვნახეთ. თუმცა ბევრი ვერ აკმაყოფილებდა იმ კრიტერიუმს, რაც ჩვენ გვინდოდა და ბოლოს ვნახეთ მაღაზია, რომელიც მუშაობდა და ვთხოვეთ რომ ეს არის ჰოლდინგი, გურმანია გალერეას ჰოლდინგი, რომლებმაც დაგვითმეს მათი მეორე და მესამე სართულის ნახევარი, თვითონ გააერთიანეს ქვემოთ პირველ სართულზე ორი მაღაზია და მათაც ძალიან მოეწონათ ეს პროექტი, შეიძლება ითქვას რომ ჩვენი ერთგვარი პარტნიორებიც არიან, იმიტომ რომ მათი დიდი დამსახურებაა რომ პირველ რიგში გვენდნენ, იმიტომ რომ როცა მივედით უთხარით რომ არანაირი გამოცდილება ამ სფეროში არ გვაქვს, უბრალოდ გვაქვს ჩვენი იდეები და მადლობა რომ გვენდნენ. აქედან გამომდინარე დავიწყეთ პირველ რიგში რომ ნახეთ სივრცე ძალიან მოგვეწონა, არის მეორე სართული არის 414 კვადრატი თუ არ ვცდები და მივხვდით რომ ამ სივრცეში რაც ჩვენ გვინდოდა ეს იყოს ველი წერტილები, მივხვდით რომ ეს უნდა გაგვეკეთებინა ორ სხვადასხვა სივრცეთ, სხვადასხვა დარბაზად, სხვადასხვა სტილისტიკაში, სხვადასხვა თემატიკაში და მარცხნივაც და მარჯვნივაც იყო ველი წერტილი, სადაც შეიძლებოდა გაკეთება ტუალეტის და იყო ბევრი დღის შუქი და ეს იყო ჩვენთვის უკვე საკმარისი. პრინციპში ჩვენ იმაშიც გაგვიმართლა რომ ეგრეთ წოდებული ლოფტის სტილში არის გაკეთებული, ანუ ბეტონის იატაკი არის, რომელიც ძალიან მოგწონს, ბეტონის მწვანე იატაკია და ეს უკვე ჩვენთვის ბევრს ნიშნავდა, იმიტომ რომ ჩანაფიქრი იყო ასეთი კი და ასევე ბეტონის ჭერი, რომელიც ჩვენ შემდეგ რაღაც სხვადასხვა რაღაცებით გავაფორმეთ. გიგი, ანუ შეერჩეთ ეს სივრცე და ამის შემდეგ უკვე დაიწყო ძირითადი საქმიანობა თქვენი, ხო? მისი დაგეგმვა, სისრულეში მოყვანა. აი, ამ ეტაპზე არის ძალიან საინტერესო. ვინ გეხმარებოდა თვისთან ერთად აკეთებდით ამ საქმეს? ბევრ დიზაინერს ვსაუბრობთ, უბრალოდ სამწუხაროდ არ გქონდა ის ფინანსები, რაც საჭირო არის დიზაინერთან მუშაობაში და მე აბსოლუტურად მესმის, იმიტომ რომ დიზაინერის საქმე არის ძალიან რთული, ძალიან მნიშვნელოვანი, ბევრი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს, ძალიან ბევრ დროს მოითხოვს ამ ყველაფრის გაკეთება, თან ჩვენ ის პრობლემა გქონდა, რომ გვინდოდა ძალიან მალე, დაახლოებით იდეის გაჩენიდან 3 თვეში უკვე გავიხსენით
და რემონტისთვის ჰქონდა თვენახევარი გამოყოფილი და ამ თვენახევარში ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა პროექტიც ყველაფერი და მივხვდით რომ ვერ მოხერხდებოდა აქედან გამომდინარე დიანას და მარინას ჰქონდათ ძალიან კარგი ინსპირაცია, იდეები და ვიფიქრეთ რომ გაგვეკეთებინა ჩვენი ძალებით და წავედით ასეთ რისკზე და ეს არის ძალიან რთული იმიტომ რომ არ იცი საბოლოო შედეგი რა იქნება როცა არ გაქვს რენდერი და მიყვები კონკრეტულად დავალებებს როგორ უნდა შეასრულო ეს დავალება. ჩვენ მივხვდით რომ ამ ორ სივრცეში გამოგვივიდოდა ისე რომ გვექნებოდა მშობლების ადგილი და ბავშვების ადგილი ერთად, იმიტომ რომ ესეთ იდეაც იყო, რომ მშობლები მესამე სართულზეც გვაქვს სივრცე, რომ მშობლები ასულიყვნენ მესამე სართულზე, მაგრამ მე პირადად ძალიან ბევრ დაბადების დღეზე ვიყავი, ბავშვთა დაბადების დღეზე სხვადასხვა ცენტრებში და სულ მაინტერესებდა რა სპეციფიკა მუშაობდა, მშობლები როგორ იქცეოდნენ, რა იყო გასათვალისწინებელი და მივხვდით, უარი ვთქვით ამ იდეაზე, იქიდან გამომდინარე, რომ მივხვდი რომ მშობლები ძირითადად არიან ჩართულები და უყურებენ ან არ უშვებენ თავიანთ შვილებს ასე შეიძლება რაღაც 5 წუთი 7 წუთი გამოვიდნენ მაგრამ ყველანაირად მე თვალსახედვის არეში უნდა იყვნენ და აქედან გამომდინარე ჩვენს არ გავაცალკევეთ მშობლები შვილებთან და გავაკეთეთ ყველაფერი ერთ სივრცეში ოღონდ მშობლებისთვის გავაკეთეთ ფურშეტი უფრო რაღაცა სადღესასწაულო იერი და ელფერი რომ მიგვეცა ყველაფრისთვის და ბავშვებისთვის შესაბამისად დასაჯდომი მაგიდები. თვითონ ანუ ეს მასშტაბი არის საკმაოდ დიდი სივრცეზე გვაქვს საუბარი ხო როგორც ახსენე კვადრატულობა და როგორ არის გადანაწილებული ან თუ მაგალითად ბავშვებისთვისაც არის ათვისებული აი დიდი ასაკის ადამიანსაც შეუძლია რომ თქვენთან მოვიდეს აი დიდ ადამიანებს რა სერვისი დახვდება თქვენთან ესე იგი ყველა წინადადებას ატყუებს ვიწყებ ესე იგი ბოლო ერთი კვირაა რატო არ ვიცი სახშეს ვსაუბრობ თოლაც მეკითხება ყველი იყიდე ესე იგი პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან რომ რეცეპშენი არ გვინდოდა ყოფილიყო მარტო რეცეპცია რეცეპშენი გვინდოდა მოსასწრელ სივრცესთან ერთად კიდევ რაღაც დატვირთვა ჰქონოდა აქედან გამომდინარე რომ შედიხარ გავადიდეთ ჩვენი რეცეპშენი და გავაკეთეთ კაფე პატარა სადაც ესეც მივხვდით რომ ეს კომფორტი უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ზოგ შობლს ან რაღაც საქმე აქვს, ან ტელეფონზე დაურეკავენ, ან ცალკე სიმყოდროვეში სურს ყავის დალევა, აქედან გამომდინარე გავაკეთეთ დიდი სივრცე, საიდანაც ორივე დარბაზიდან აქვს შესასვლელი. რომ იმ შემთხვევაში თუ ამ შობლს ან მუშაობა უნდა კომპიუტერთან, ან უბრალოდ განმარტოება უნდა ან ვიღაცასთან ისეთი ვთქვათ საუბარი უნდა უფრო მყუდრო გარემოში რომ ამის საშუალება ყოფილიყო დაახლოებით 20-25 ადამიანზე არის გათვლილი რაც პრინციპში ჩვენი დაკვირვებით რაც ახლა დავიწყოთ მუშაობა სავსებით საკმარისია ეს არის პირველი რაც ვიხდით რომ უნდა გაგვეკეთებინა ასევე დავყავით ეს ჩვენი სივრცეები სხვადასხვა სპეციფიკად ერთი არის რეტრო ცირკი და მეორე არის ქალაქი რომელიც არის გაკეთებული უფრო სკანდინავიურ რაღაც მინიმალიზმის სტილში უფრო ეკომეგობრულს ვეძახი მე მაგრამ ჩემი პარტნიორი მეუბნებიან რომ თლათ ეგეთი ეკომეგობრულის არ არისო და მე ვამბობ რომ არის თქო მე კი ისეთ რაღაცებს ყვები ახლა რომ ანუ მაინტერესებს ეს ჩანაფიქრი ზუსტად სამი თვის ამბავი იყო თუ ამაზე გეფიქრებოდა მანამდეც წლებით ადრე ეს გეგმა იყო სადღაც არსებობდა და მე განხორციელდა თუ ესე უცებ სპონტანურად დაიგეგმა გაკეთდა სპონტანურად დაიგეგმა გაკეთდა იქიდან გამომდინარე რომ სულ ბავშვების ჩვენი შვილების დაბადების დღე როცა იყო ან სვის დაბადების დღესაც გვეპატიჟებოდნენ ჩვენს უბანში და ახლო არ არის ბავშვთა სადღესასწაულო ცენტრი. აქედან გამომდინარე გვიწევდა ხოლმე საცობებში დგომა, სიარული სხვადასხვა უბნებში და აქედან წამოვიდა ინსპირაცია ჩვენი ორი ოჯახის, როცა იმიტომ რომ ჩვენი შვილები არიან კლასელები და მეგობრები და აქედან დავახლოვდით უკვე ჩვენს და აქედან გამომდინარე წამოვიდა ეს იდეა. რაც შეეხება დიზაინს, მარინაც, დიანაც, დათაც და მეც პროფესიონალი ისე ვართ. რამდენიმე სახლი გვაქვს გამოცდილი და გარემონტებული და ეს გამოცდილება გვაქვს და ყველას ძალიან გვიყვარს ეს პროცესი თვითონ სისრულეში მოყვანის გეგმების გეგმების და
აქედან გამომდინარე, კარგად შევმუშავდით ყველა ერთად. ნუ მაინც ფიქრობ, რომ რაღაც სირთულეებს აწყდებოდით ამ პერიოდის განმავლობაში. სირთულეებს წავაწყდით კი. აი რას, ეს მაინტერესებს ძალიან. ყველაზე დიდი სირთულე რაც ამ პერიოდის განმავლობაში. ალბათ ყველაზე დიდი სირთულე არის ის, რომ როცა აკეთებ ამას დამოუკიდებლად, ვერანაირად ვერ გათვლი ბიუჯეტს, იმიტომ რომ არ იცი მომავალში რა სირთულეები დაგხვდება. ყველა ეტაპზე გქონდა სირთულე, ეს იყო ელექტროობის გაყვანა, თუ ეს იყო სხვადასხვა რაღაც სამუშაოები. როცა არ არის გენერალური პროექტი, ალბათ შემდეგ პროექტს თუ გავაკეთებთ ოდესმე და ალბათ გავაკეთებთ რამეს, ასე მე პირადად ვიტყვი რომ აღარ ვიმუშაოთ, იმიტომ რომ ყველა დეტალი სანამ დაიწყებ რემონტს და სანამ მოვა ხელოსანი, რომელსაც უნდა გქონდეს სახელმძღვანელო აუცილებლად. იმიტომ რომ ჩვენ ახლა ესეთი თებით ვაჩვენებდით, აი აქ ეს გვინდა, აქ ეს გვინდა, ასეც უკვე რაღაც პატარ-პატარა შეცდომებიც დაუშვით, პრინციპში არ არის ხა ისეთი დიდი და გამოუსწორებელი, მაგრამ რაღაც შეცდომები გქონდა. ეს იყო ესე იგი, ესე კონკრეტულად რო ვთქვათ, ეს არის ბიუჯეტი, რომელიც ძალიან გაგვექცა. ხო, ანუ საორიენტაციო დროც გქონდათ, იმას ბევრად გაცდით. ბევრად გავცდით კი, ბევრად გავცდით საორიენტაციო ბიუჯეტს. და კიდევ რაღაცები, რაც არ ვიცით, ეხაც თქვათ ერთდარბაზში გვინდა რაღაცების დამატება, იმიტომ რომ თავიდანვე რენდერი არ გქონდა, გვეგონა რომ ეს რაღაც შეავსებდა ეს ყველაფერი სივრცეს, მაგრამ გონია რომ ჭირდება რაღაცები, რასაც ამ დღეებში გავაკეთებთ და უფრო ბევრად უფრო კარგი იქნება. ეს უკვე მოქმედი პროექტი არის, ანუ უკვე მუშაობს, მოდი. დღეს გვაქვს 7:30-ზე. პადინგტონის პროგრამა. შვენიერი. და თქვენი პროგრამა, გიგი, ახლა როგორც შენახსენე, ბევრს აკვირდებოდი, ბევრგან დადიოდი, სწავლობდი, როგორი პროგრამა გქონდათ. არის რაიმე განსხვავებული თქვენთან, რაც თქვენთან მოსულ სტუმრებს დახვდებათ? პირველ რიგში სივრცე რომ განსხვავებულია, ეს გავიგებთ. სივრცე ხო, მეცადეთ რომ ყოფილიყო განსხვავებული, ეს ერთი. და არ არის ბნელი და არის ვიტრაჟული. ვიტრაჟული, ეს დღეს განმავლობაში, როცა მასტერკლასები გვაქვს ხოლმე, ახლა ვიწყებთ ვიკიდებთ ფეხს მასტერკლასებში, ჯერჯერობით გვაქვს ისეთი უფრო არამასშტაბური, მაგრამ ცოტა ხანში და ვმუშაობთ ამაზე, უფრო დიდი დრო გვინდა დაუთმოთ მასტერკლასებს და გვინდა ჩვენი პირველი განმასხვავებელი იყოს, რომ ჩვენთან მთავარი არის არა შოუ, თქვათ, არამედ ურთიერთობა ბავშვებთან, მშობლებთან, როცა ბავშვები რაღაცას ხელით აკეთებენ, ეს შეიძლება იყოს ორიგამი, ეს შეიძლება იყოს რაღაც სხვადასხვა ფიგურების გაკეთება, მაგრამ აუცილებლად ეს მიმართულება გვაქვს, რომ აუცილებლად დაბადების დღეზე უნდა იყოს რამე ასეთი. ან დავდგით ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მე მსახიობი ვარ პროფესიით, დაურეკე ჩემს უახლოეს მეგობარს ვანო დუგლაძეს, რომელიც არის ძალიან მაგარი მსახიობი და მან დაწერა პანინგტონის მოგზაურობა საქართველოში, გავახმოვანეთ მე და ვანომ და ჩვენო მეგობარმა ელენე თავარტკილაძემ და გავაკეთეთ ესეთი თოჯინების თეატრი, სპექტაკლი, რომელიცაც მე ვამაყობ, იმიტომ რომ რაღაცნაირად მართლა ისეთი გამოგვივიდა ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო და განსხვავებული. კი, და მიახლოებული არის იმ თეატრის დონესთან. მე ვიტყვი რომ თქვა ან მოზარდ მაყურებელთა თეატრის ან სხვა თოჯინების თეატრის დონეზე ვართ, მაგის ამბიცია რა თქმა უნდა ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ იმასთან არის მიახლოებული და რაღაცა სათქმელი აქვს ამ სპექტაკლს. ასევე არ ვჩერდებით ახლა და გვაქვს ესეთი პროგრამა, პრინცესების პროგრამა, სადაც ასევე გვინდა გავაკეთოთ სპექტაკლი და გვინდა ესეთი მიმართულება იყოს, ერთი იყოს მასტერკლასების მიმართულება, მეორე იყოს თოჯინების თეატრის სპექტაკლების მიმართულება, რომელიც იქნება ასარჩევად უკვე მშობელს პროგრამიდან, რომელიც უფრო არის დაინტერესებული ბავშვებს. ჩვენ თუ დავაკვირდით, თქვათ 6 წლამდე, 7 წლამდე ბავშვებს, დაახლოებით 6 წლამდე ბავშვებს აბსოლუტურად სხვა რეაქცია აქვთ ჩვენს თოჯინების თეატრზე, ვიდრე უფრო მოზრდილებს, იმიტომ რომ 6 წლამდე ბავშვებს უფრო მეტი ჩართულობა აქვს. აი მე მელიას ვახმოვანებ, ცოტა ბოროტ პერსონაჟი არის, ესეთი მელია არის და აი მელიას გამოჩენა, აი ბავშვების ექსტაზში ვარდებიან ხოლმე, რომ წადი, გაქორდი და აი ისეთი ბედნიერი ვარ ხოლმე მაგ დროს, რომ ანუ მოქმედებს მათზე და აქედან გამომდინარე გვინდა რომ ეს ორი მიმართულება ქონდეს, ერთი თეატრის, მეორე მასტერკლასის. ხო, რაც არის საკმაოდ განსხვავებული და ესეთი შეთავაზება სტუმრისთვის, რაც ბევრგან არ დახვდებათ. არ გვაქვს მასკოტების
ფორმები, გვაქვს მარტო ერთი, რომელიც არის პადინგტონი. თავიდანვე ავიჩიეთ ეს მიმართულება, რომ არ ქონოდა ბევრი, იმიტომ პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მე ერთ ძალიან კარგ ცენტრში სხვათა შორის გაუკეთეთ ჩემ შულს დაბადების დღე 6 წელს გახდა და უნდა და ეს სონიკის პერსონაჟი და რომ შემოვიდა, შეეშინდა. ხო, ძალიან ბევრს ეშინია. შეეშინდა ბავშვს და ვუხდით რომ მოდი ეს არ იყოს ჩვენი ძლიერი მხარე, იმიტომ რომ ჩვენი ძლიერი მხარე იყოს უფრო ეს ურთიერთობა ფორმები და კიდევ ერთი რაც ვამახვილებთ ყურადღებას, რომ აი ეს როცა ვთქვი, რომ გადაქცეული არის ბავშვთა სადღესასწაულო ცენტრები რაღაცა შოუთ და ხმამაღალი მუსიკა და ეს რო არ იყოს რაღაცნაირი ისეთი ცუდი კონცერტის რა აი ბოლო ხმაზე რომ მუსიკა გაახვირის და აი გვინდა რომ უფრო აკადემიურ ჭრილში იყოს ყველაფერი. რამდენი საათიანი პროგრამაა? 2 საათიანი პროგრამა არის. 2 საათიანი. ხო, მშვენიერი. თქვენ დიდებზეც გითხეთ. დიდებზე მაინტერესებს, ხო, იმაგაზე ვაპირებდი, ხო, ჩემი დაბადების დღე მანდ გადავიხადე. დიდების აი როგორ ხდება მაგალითად, ხო? და მარტო დაბადების დღეზე გვაქვს საუბარი თუ აი მაგალითად რა ვიცი ბანკეტების პერიოდი მოდის სხვადასხვა დღესასწაულები ნებისმიერ შეიძლება რომ აღინიშნოს? ჩვენ ცირკის დარბაზი უფრო დიდი გვაქვს და გონია რომ ცირკის სპეციფიკა უფრო ბევრად უფრო სხვადასხვა ასაკს მოიცავს და შეგვიძლია დაახლოებით 50-60 ადამიანი რომ დასხდეს და გვინდა რომ იყოს ბანკეტებიც მომავალშიც გვინდა რომ იყოს ქორწილებიც პრინციპში შეიძლება კორპორატივები გვინდა იყოს უფრო მცირე კომპანიების რა თქმა უნდა იმიტომ რომ დაახლოებით 50-60 ადამიანის ტევადობა არის და გვინდა დიდი გეგმები გვაქვს და რაც შეეხება დადიდების დაბადების დღეს გვაქვს ძალიან კარგი სახალისო თამაშები რომელიც შეიძლება უფრო სხვანაირად გადაიხადოს ადამიანმა დაბადების დღე რა თქმა უნდა იქნება სუფრა კულინარია ალკოჰოლი თავისთავად მაგრამ ეს იქნება უფრო სხვანაირი, უფრო სახალისო თამაშებით, მეტი ჩართულობით სტუმრების ჩართულობით და უკვე ყავს სხვათა შორის ორმა მოგწერა 18 წლისები ვართო, 19 წლისები ვართო და ესე მალე გვექნება. ერთმა ქალბატონმა გითხრა 55 წლის ხდებიო და თუ შეიძლებაო და შემოთხარით დიდი სიამოვნებით თქო. რომ დაბადების დღე გადაიხადოს. ხო, ეს ალბათ 102 წელი რახან გაგვიქვთ. 123 უფრო მეტი, ხო. ძალიან საინტერესო არის. და დავუბრუნდეთ მინდა აი ამ დაგეგმვის პროცესს რა. ანუ თქვენ ახსენეთ, რომ ალბათ მეორედ თუ რაიმე მსგავს შეეჭიდებით, აღარ დაიწყებთ დამოუკიდებლად, ანუ მაინც თუ გარისკავთ ისევ და დამოუკიდებლად გააკეთებთ. აი იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რომ ბიუჯეტს უნდა სხვანაირი გათვლა. კი, მაგრამ ღირს ეს ხარჯი ელემენტარულად ტექნიკურად მაინც ღირს. შეიძლება შენ გქონდეს ინსპირაცია, იცოდე რა გინდა, თქვათ როგორი გინდა, სხვადასხვა შოურილები და გქონდეს რეფერენსები უფრო სწორად, რეფერენსები გქონდეს. მაგრამ ეს უნდა მიანდო ადამიანს, უნდა უთხრა შენ რა გინდა და იქიდან გამომდინარე იმ ადამიანმა უნდა მოარგოს იმ სივრცეს და ყველაფერი, ყველა ტექნიკური დეტალი უნდა იყოს გავლილი, იმიტომ რომ ეს უნდა დაიწერო სახელმძღვანელო, რითიც იხელმძღვანელებს შენ და პირველ რიგში შენ შეხედავ ამ სივრცისთვის ის შენი ინსპირაცია და ის შენი რეფერენსები და ის შენი რაც გინდა მორგებულია თუ არა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხო, აი პლუსებზეც რომ გავაკეთოთ აქცენტი, როცა შენ თვითონ გეგმავ შენ სივრცეს, რომელიც შენივე ჩანაფიქრი არის, ხო? და თავად იღებ ამაში მონაწილეობას. ეს ალბათ პროცესს უფრო მეტად საინტერესოს ხდის. აი რა პლუსები აქვს იმას, როცა შენი ხელით აკეთებ მე უკვე ყველაფერს. დიდი პლუსია კოლეგებთან ერთად. ფინანსური კუთხით ძალიან დიდი პლუსია. იმიტომ რომ ჩვენ ასევე არ გვყავდა მშენებლობის ხელმძღვანელი შეიძლება ასე დაუძახოთ ალბათ. ალბათ მშენებლობის გითხარ. მშენებლობის ხელმძღვანელი არ ყავდა. აქედან გამომდინარე ჩვენ ვიყავით ჩართულები მე და დათა ძირითადად უფრო დათა იყო და მე ვეხმარებოდი ჩემი პარტნიორი და ჩვენი ხელით ვყიდულობდით ყველაფერს. აქედან გამომდინარე ესეც ძალიან დიდი ეკონომიაა იქიდან გამომდინარე რომ შენით როცა ყიდულობ, შენით როცა დადიხარ, უფრო ბევრი რაღაცის იაფად შეძენა შეგიძლია, მეტად ყურადღებას, ბევრ ადგილას ფასდაკლების მოთხოვნა შეიძლება, რასაც ხშირად ბაკეთებენ ხოლმე დიდი კომპანიები უფრო ვიდრე პატარები
და აი ცოტა ადრე რომ გწოდნოდა ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო პროექტი აშენი ქარდის შესახებ თუ გსმენიეთ და ამ ბარად სიამოვნებით გაგიზიარებდით და გაჩუქებდით. იმიტომ რომ ძალიან დიდ ფასაკლებებს მიიღებდით, მით უმეტეს ესეთ დიდ ჰიპერმარკეტებში, სადაც რემონტის დროს მიაკითხავდით დარწმუნებული ვარ. ძალიან კარგი იდეაა კი. მაგარი. ასე რომ სხვებს შეგვიძლია ვასწავლოთ თუ ვინმე ახლა რემონტის პროცესშია. თუ რემონტის პროცესში ხართ, ეგეთ კარგი თუ არსებობს და კი, საოცარი ბარათია, ამაზე მე ერთ გადაცემას მივუძღვით. ესეც სახე ქონდა უკვე ბოლოს, და ყველასთან აი ფანტასტიკა თუ შეიძლება. საჭიროა ნამდვილად რემონტის დროს. კი. ესეთი უნიკალური ბარათია. ფანტასტიკურია. ხო, და კიდე ალბათ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია დრო, რომელსაც თავად აკონტროლებ, როცა შენ თვითონ მუშაობ შენს პროექტზე, ესა რა ვთქვათ ხო? ვიღაცას ვერ მოსთხოვ, რომ ეგ ღამე გაათენოს და შენს გადაწყვეტილებებს თავად იღებ. კარგი, გიგი, რა ვიცი, აი ბოლოს მინდა უბრალოდ რომ რჩევა მივცეთ იმ ადამიანებს, ვინც ახლა არიან მსგავს პროცესში, ვინც თავისი ხელებით, თავისი გონებით, თავის კოლეგებთან ერთად მუშაობს და რაღაც ჩანაფიქრს ასრულებს. რა რჩევებს მისცემდი, რა გაითვალისწინონ? პირველ რიგში, დიდი დრო დაუთმეთ ზუსტად მოფიქრებას რა გინდათ, რისთვის გინდათ, რატომ გინდათ. ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი. აი ეს რო იცოდე რა გინდა. ვისთვის და რატომ. შემდეგ უკვე აირჩიეთ ის სივრცე, რომელიც ამ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს და რაც შეიძლება ნაკლები უარი თქვით თქვენს ემოცნებაზე, რაც გაკეთებას გინდათ, იმიტომ რომ აი თქვათ რაღაც ეს არა აქვს, მაგრამ აი ეს მაგრამ არ უნდა იყოს, კომპრომისები ნაკლებად. კომპრომისები და ეს თქო და მოუწყნა. კომპრომისებზე ნაკლებად წავიდნენ. ყოველ შემთხვევაში რაღაცას ეცადონ რომ ნახონ ისეთი ადგილი, სადაც ამ ყველაფრის განხორციელება შეიძლება და შემდეგ იცოდნენ რომ ღამეებს გაათენებენ, მაგრამ ეს ყველაფერი მოიტანს აუცილებლად შედეგს და მე პირადად ახლა ისეთი ბედნიერი ვარ, როცა ყოველ დღე გვაქვს უკვე ჩვენ დაბადების დღეები, მშობლებს ხვდებით, ბავშვებს და როცა ხედავ რომ ეს ჩანაფიქრი არის სისრულეებში მოყვანილი, ხო ზუსტად. აი ეს არის უდიდესი ბედნიერება. ბევრ წარმატებას გისურვებთ. თქვენს სივრცეს 100 კილოს უსურვებთ ძალიან ბევრ წარმატებას და მიხარია რომ იყავი ჩემი სივრცის სტუმარი. დიდი მადლობა. დავიმშვიდობები ჩვენს მაყურებელსაც, მადლობას გიხდით რომ გვიყურეთ და გამიხარდება თუ გამოიწერთ ჩვენს არხს და ხშირად მოისმენთ საინტერესო რჩევებს სივრცის დაგეგმვასთან დაკავშირებით.